როგორ ახართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ, როგორც ყოველთვის. მის ფიქრებზე, ოღონდ კონკრეტულად განვითარებასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, პროგრესთან დაკავშირებით მინიმუმ რას ფიქრობს. და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. დავიწყოთ, აბა, ნახოთ საერთოდ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. ჯერ ნახოთ თქვენზე ფიქრები. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. კონკრეტულად ფიქრობს თქვენს ხასიათზე და თქვენს მოქმედებაზე. ეხლა არის ზუსტად ის გაშლა, სადაც განსაკუთრებით თქვენთვის რეზონირდება, ვინც მაგალითად მიწერეთ რამე ისეთი არასასიამოვნო. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. თქვენი მიზეზებიდან გამომდინარე, ვინც როგორ გააკეთეთ და მიწერეთ, ამაზე ფიქრობს, გაღიზიანებულია შინაგანად. მინიმუმ გაღიზიანებულია, მაგრამ ბევრი ძალიან გაბრაზებულია. მისთვის არის რთული საერთოდ მოლაპარაკება შენთან ურთიერთობის დასტაბილურება, ამაზე ფიქრობს, მაგრამ აქვს მასაც გააქტიურებული ხასიათი, ანუ შენ თუ მაგალითად ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფ სიტყვისთვის, რომ რაღაცა ისე უთხრა მოჭრილად, როგორც შენ გინდა, თვითონაც, მოკლედ არანაკლებია და ამიტომ აქ არის ერთმანეთთან ჩუმი დაპირისპირება უფრო. შეიძლება ყველასთან ხა არ იყოს ასე ღიად შენ ერთს და ის 4-ს გეტყვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩუმი დაპირისპირებაც არის. მაგალითად, შენ ეტყვი, არ არის პასუხი, მაგრამ ის შიგნიდან უკვე პასუხობს ზოგი დუმილით, ზოგი მაგალითად 1-2 რაღაცა გაურკვეველი წინადადებით და მოკლედ ამ სიტუაციაზე ფიქრობს ეს ადამიანი. საერთოდ დაძაბული აქვს მაინც ურთიერთობა. შენ გიყურებს სიძლიერეში, შენ გიყურებს, რომ მარსად არ დაიკარგები, ზოგადად არც პირად ცხოვრებაში და საერთოდ არსად, იმიტომ რომ, როგორც შენ, როგორც ქალი ხარ ძალიან, ასე ვთქვათ, შემდგარი, თვითკმარი და თან არ ხარ მარტივი, მაგრამ კარგია ეს. ძალიან იზიდავს შენი პიროვნება ზოგადად. თუმცა მე მაინც აქ უყურებ, უკვე ხვდები მისი ფიქრებიდან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ეყოფ ამ ადამიანს სიძლიერე შინაგანი, რომ იმუშაოს ამ ურთიერთობაზე და პროგრესი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ამას ეს ყველაფერი. არ უნდა, იმიტომ რომ ბევრი რამ მოხდა უკვე და თუ მაგალითად მაინც უნდა დავუყოთ ახლა სიტუაციებად, თუ ძალიან ბევრი რამ უსიამოვნება არ არის მომხდარი, თუ ახლა არ დაარეგულირებთ სიტუაციას, მერე და მერე უფრო გამძაფრდება ყველაფერი. ნახოთ პროგრესთან დაკავშირებით. კონკრეტულად როგორი განვითარება უნდა და აქედან გამომდინარე ნახოთ ყველაფერი. როგორი განვითარება უნდა ამ ურთიერთობაზე, საერთოდ თუ ფიქრობს განვითარებაზე. ჯერ თუ ფიქრობს განვითარებაზე, განვითარებაზე როგორ არ ფიქრობს. მაგრამ აი აქ არის მთავარი, რომ ეს ადამიანი არის გრუბად არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ დროს გპარავს. იმიტომ რომ ნახე ფიქრობს, მაგრამ ამ ფიქრში იკითხება, რომ თითქოს პასიურად უკვე გადაწყვეტილი აქვს. პასიური გადაწყვეტილება რო აქვს მიღებული, მაგრამ აი ვიდი მაქვს ისეთი, რომ ხო, არც ის გეუბნები, არც არას გეუბნები, ვარ ერთ ადგილზე, მაგრამ აი ამით მე შენ გაჩვენებ, რომ მე მივიღე ჩვენზე გადაწყვეტილება, რომ ჯერჯერობით არაფერს არ გააკეთებს. ფიქრით ფიქრობს. ვიკითხოთ მიზეზი, მაინც, იმიტომ რომ აქ მაინტერესებს რა მიზეზი აქვს. აი რატო ხარ მე მაინც ვუყურებ და ვგრძნობ, რომ იცი რას ვგრძნობ ამ ადამიანის ფიქრში, რომ შენთან რო გადმოდგა ნაბიჯი და შენთან ურთიერთობა პროგრესი და დაალაგება ურთიერთობის ავირჩიო. შენი ხასიათიდან და შენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეს არ მაწყობს, არ აწყობს. და ამის უკან თან არის მიზეზი. რა მიზეზი გაქვს შენ? აი კონკრეტული მიზეზი, რომ ხარ გაჩერებული, გადაწყვეტილებას არ იღებს. ყველაზე მთავარი მიზეზი რა არის?
მთავარი მიზეზი რა არის? შენ გეხება თუ შენ გეხება? შენ გეხება თქო და ანუ ნუ ესე გავაკეთოთ. ახლა ამასაც დავყოფ, რა თქმა უნდა. ანუ მე გიცით რომ ერთი ვარიანტი მირჩევნია ყოველთვის, მაგრამ ორ ვარიანტებშიც და სამ ვარიანტებშიც რო იშლება. რა გარანტია გაქვს? ორ ვარიანტიანებიც ბევრია, ერთ ვარიანტი და სამ ვარიანტიანებიც ბევრია. ამიტომ თქვენ ამ ვარიანტებმა არ დაგაბნიოთ და მე ავხსნია ყველაფერს და თქვენ სიტუაციიდან გამომდინარე მოირიგეთ. რა თქმა უნდა, პირველი, თუ იცი რომ ამ ურთიერთობაში არავინ არ არის სხვა საერთოდ, ხო? როგორი ურთიერთობა უნდა, იცი? მისთვის ნორმაა ყველაფერი, რაც თქვენ შორის ახლა ხდება. ანუ არც მეტი მოთხოვნილება აქვს, საერთოდ არ წუხს ამას და ეს არის მისთვის ნორმა. ერთადერთი უნდა რომ შენთან იყოს კარგ ურთიერთობაში, რომ არ გაჭედო არაფერზე და ასე იცხოვროთ. დინებას მიყვეთ, მაგრამ რა თქმა უნდა გარანტიები არ არის. სადღაც მაინც ეფიქრება, შესაძლოა, ფიქრობს, შესაძლოა მე მივიღო გადაწყვეტილება სტატუსზე, ურთიერთობის მინიმუმ დალაგებაზე, რაღაცა მართლა ყველაფერი რომ აქვს დამახსოვრებული რა გინდა შენ ჩემგან, ეს ყველაფერი რომ მოგაწოდო, ოღონ მოგვიანება. როდის კაცმა არც, იმიტომ რომ იმნაირი არ განებია. ეჭვი მაქვს რომ პენსიაზე გავხვალთ მალე, ამიტომ ფრთხილად იყავით. მეორე მართლა, იმიტომ რომ აქ არის არჩევანი, მე მაინც მიზეზი მაინტერესებდა და ვიკითხე რომ შენ გეხება თუ არა ეს, იმიტომ რომ საეჭვო იყო ყველაფერი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს არჩევანი. შენ ან სხვა, არსებული სხვა და არ არსებული სხვა, მაგალითად არ ვიჩქარებ მე შენთან დაგაკვირდები კაცო და შეიძლება შენზე არ გავაკეთო არჩევანი და ვარ მაინც იმის მოლოდინში, რომ შენთან რაღაცები არ მაწყობს, ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფრიდან რაღაც არეულობაა და მე ვეძებ იმ ადამიანს, ნახე კვერთხი და თასების დედოფალი, ხო? არსებული ხო ვთქვი, მაგრამ არ არსებულზე ვთქვათ ახლა. კვერთხის დედოფალი არის შენ თავდაჯერებული ხარ, იცი რა გინდა ყველაფერი და ქალი რომელიც და თავდაჯერებულია იცის რა უნდა. ეს ადამიანი ცოტა როგორია, იცი ძალიან პრაქტიკულია თავის ხოვრებისთვის და შეიძლება ზოგი სუსტიც იყოს და რა თქმა უნდა არ აწყობს, იმიტომ რომ უნდა აყვეს რიტმში და უნდა წამოყვეს. ამას წამოყოლა არ უნდა. ამიტომ უნდა თასების დედოფალი, უფრო დედის როლი, უფრო ემოციური გამგებიანი რაღაც. ნუ თასების დედოფალის თავისებური ისტორიჩკაა. ასე როგორია, იცი, არიან ქალები, როგორები, იცი? მე არ დავყოფ ქალები, არც ქალებისკენ ვარ და არც კაცებისკენ ვარ. ჩემთვის ყველა კაცის და ქალიც არის ერთნაირი, ვინც ჯანსაღად იქცევა და ვინც არაჯანსაღად იქცევა. და მე მანდამაინც ქალებისკენ არა ვარ, რადგანაც ქალი ვარ. ნახე არსებობს ქალების კატეგორია. ძალიან ისეთი თბილები, ძალიან კარგი, მაგრამ ისეთი რაღაცნაირი ისტერიულები არიან, რომ ზოგი პირდაპირი ქალი, რომელიც პირდაპირ აფიქსირებს თავის პოზიციას, აი ამის რაღაცა ესეთი თავაზიანობა, მაგრამ ზურსკან დამალული ისტერიკობა, რაღაცა მალავს აი ამ პირდაპირობას და შენ ჩახარ უფრო რაღაცა ცოტა ველური არა, მაგრამ რაღაცა ველურთან ახლოს და ხისტი და პირდაპირი და კონფლიქტური. ხო და კაცები ძალიან ტყუდებიან ამაში. სამწუხაროდ, უმრავლესობა. ხო და ამიტომ მოვიყვანე ესეთი შედარება. და ერთი სიტყვით უნდა მას უფრო რაღაცა გამგებიანი, მიმღები და ნუ ხო როგორც უნდა იყოს კლასიკური ცოლი ბევრისთვის, რომ ცოლი ხარ და უნდა გაიგო, მიიღო და ასე შემდეგ და სამწუხაროდ არსებობს ასეთი ცოლებიც, რომ ხო, ცოლი ვარ და რომ იციან მარტო ჩემი და ასე შემდეგ. არ ნიშნავს არც ცოლის სტატუსი არაფერს და არც ქმრის სტატუსი არაფერს. თუ არ არის ნორმალური დაბალანსებული ურთიერთობა. ნუ ხო, მთლიანობაში მე არ დამჭა ისეთი შეგრძნება ახლა, რომ რაღაცა გავიგე. მე მაინც დამაკლდა აქ რაღაცა. მაინტერესებს კონკრეტულად რა უნდა ამ ადამიანს შენთან, რა ურთიერთობა უნდა შენთან. თან უნდა და თან პრეტენზიები აქვს, რა უნდა ამ ადამიანს შენთან. ნუ თვითონც არის ის განდეგილის პოზიცია, ნუ განდეგილის პოზიცია არის არ გადმოჭრა ჩემი ზღვარი, მე მაქვს ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაცა სულიერი სამყარო, ჩემი პირადი დრო და შენ იყავი აი ამ ბარიერის იქეთ და მიყურე მაქედან. ხო, ასე ჟღერს ახლა, ასაც ვამბობ, უბრალოდ რა უნდა იმას გადმოგცემ და შეიძლება ცოტა მოგეჩვენოთ გრუბად, მაგრამ ნუ როგორცაა ის უნდა ვთქვა. ძნელია მისთვის საერთოდ ჩაგეხსნას შენ და ძნელია რომ შეცვალოს ყველაფერი. საერთოდ ძალიან უჭირს ამ ადამიანს ურთიერთობაში შენთან. უჭირს.
თუ კარგად დაუკვირდებით, შესაძლოა თქვენ კი გინდოდეთ ამ ადამიანთან რაღაცა ურთიერთობა, კარგი და ყველაფერი და ამ ადამიანშიც იკითხება თითქოს რომ უნდა სიმშვიდე, სტაბილურობაც. სტაბილურობაში გულისხმობ როგორ რაღაც შე რო არ გაუჭედავ და არ იქნები ზედმეტად მომთხოვნი, ეს უკვე მისთვის სტაბილურობაა. ანუ ქალების შეხედულების სტაბილურობა სხვა რაღაცაა, ხო? მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, ამ ურთიერთობაში არის კრიზისი უკვე. როგორი კრიზისია, იცი? აი უკვე ორივე ერთმანეთისთვის რო პრობლემა ხართ. და შენც არ იღებ შენს თავზე პასუხისმგებლობას და არ იღებ გადაწყვეტილებას, რომ უკვე რო პრობლემაა და ამას გრძნობ და არ მოგწონს რაღაცები და არ იღებ გადაწყვეტილებას და არ გადიხარ ურთიერთობიდან საერთოდ, იმიტომ რომ პასიური მელოდინი მაინც გაქვს მინიმუმ. და ამის პოზიცია როგორია, იცი? არსებობდა სახეეჯღანება, ხო აი პრობლემურია ეს ყველაფერი და არ არსებობდა ამაზე სახეეჯღანება, რა არის და რაღაცა და იგრუზება, აი რაღაცა ასეთი ისა რა ქვია, ასეთი გაშლა მისი ემოციები. ნახოთ. ნუ მე ეჭვი მაქვს რომ ასე ამდენი ხან ვლაპარაკობ და ვერ გავიგე მაინც ბოლოს და ბოლოს მაშინ რა აქვს ამ ყველაფერს, ანუ აზრი აქვს ამ ყველაფერს, რა აზრი აქვს, ნუ არანაირვიანი ხმალი, რა აზრი აქვს. 4-იანი თასია, დემოტივაცია აბსოლუტური ურთიერთობაში, შანსები სულ იყო და ახლაც არის, მაგრამ არ იღებ, იმიტომ რომ ეს ხელოვნური შებოჭვა, რომ თითქოს შენ აზვიადებ, კი არ იგონებ, ანუ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, რვიანი ხმალში, მაგრამ აზვიადებ ამ ყველაფერს. და ამ გაზვიადებიდან გამომდინარე, მაწყობს მე ეს პოზიცია. ურჩევნია ასე დაძაბული იყოს ყველაფერი, ვიდრე რაღაცა გააკეთოს, ამის უკან დგას. მე ასე ვითხოვდი. საერთოდ მამაკაცი. და 2x2 4-ია გეგონება, მაგრამ პრაქტიკაში ალბათ მიხვდებით, რომ არ არის ეს მარტივი. მამაკაც, რომელსაც მოთხოვ ეს გააკეთე, კაი, ერთხელ მიეცი პატარა ნამიოკი, მე პირდაპირ უთხარ, მე ამას იმეორებ, მე ეს ზოგჯერ ხო გადადის, ხო ისტერიკაში, რომ ეს. არაფერი არ უნდა მოთხოვო მართლა. გაიწიე გვერდზე და აკვირდები ყველაფერს. სიტყვები ერთია, მაგრამ მოქმედება მთავარია. გვერდზე გაწევითა ყველაფერი აქ მნიშვნელოვანი და რაც მთავარია. ვერსა კითხები რო თუ არ მოვთხოვე, აბა რა იქნება ისეო, რომ მოთხოვე და რო თხოვ, ამით რა იცვლება? მიმდინარეობს მოთხოვნილება და კონფლიქტი, მეტი არაფერი და მე კონფლიქტური ხარ. მე არა ხარ საინტერესო და ასე შემდეგ. ასეთი არის სამწუხარო რეალობა. მაგრამ მე ყველანაირ სამწუხარო რეალობაში არაფერ სამწუხაროს არ უყურებ. ყველაფერი არის შენი განვითარებისკენ, საკუთარი თავის მიმღებლობისკენ და როცა უკვე ხარ ცუდად, მანდა მაინც მაგას რატო გინდა იყო კარგად. შენ შეგიძლია იყოს ხვასთანაც კარგად. ამიტომ დანარჩენი გადაწყვეტილება თქვენზეა. თუ მაგალითად მიყურებთ, ვინც მაგალითად უკვე გათხოვილი ხართ, ესეც არ არის მე ძალიან გული მწყდება ბევრ გოგოზე, რომ რა ვქნა გათხოვილი ვარ და რა ძალიან ძნელი ასე მიცი ადამიანს როგორ თქვა, რჩევა ასეკენი, არ მიყვარს მაქსიმალურად თუ არ მომაჭერენ, მითხარიო. მაგრამ მე ესე ზოგადად რომ დავაფიქსიროთ ჩემი აზრი, თუ შენ არ გაქვს იმის განბედაობა და შენ ეს განაჩენი გონია, რომ ავსიო ქმარში არ გაგიმართლა და უნდა იცხოვრო, მე გეტყვი, რომ ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და ძალიან იმიტომ მწყდება გული, რომ შენ ამ განაჩენში ცხოვრობ, არავინ არაფერს არ გავალდებულებს, შენ ხარ, შენი თავის ბარბსაჯულებას და ყველაფერი შენ ხარ. და ამაზე მწყდება ძალიან გული. მეტი არაფერზე არ მწყდება გული, თორე ყველა ცხოვრება, რა თქმა უნდა, თავის გადაწყვეტია. ძალიან ბევრი რამეებიც არსებობს საინტერესო და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ თუ თქვენ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და თქვენი გადაწყვეტილება არის ზოგჯერ არასასიამოვნო სხვებისთვის კონფლიქტური, მაგრამ რას ისაუბრებთ, კონფლიქტის და ომის გარეშე არ არსებობს გამარჯვება. ამიტომ მე გირჩევთ, რომ დროულად იაქტიუროთ. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და